რამდენიმე დღის წინ FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ორგანიზაცია განიხილავს მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთხელ გაფართოების შესაძლებლობას. საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებების რაოდენობა 48-დან 64-მდე გაიზარდოს. სანამ ინფანტინოს ამ მორიგ საკამათო გადაწყვეტილებას საფეხბურთო სამყარო შეაფასებს, იქამდე მოგიყვებით თუ ვინ არის ჯანი და როგორ იქცა იგი ფეხბურთის იმპერატორად. ჯოვანი ვინჩენცო ინფანტინო 1970 წლის 23 მარტს შვეიცარიაში, ქალაქ ბრიჩში დაიბადა. მისი ოჯახი იტალიური წარმოშობის იყო. მშობლები იტალიიდან იყვნენ ემიგრირებული. ბავშვობიდან ფეხბურთის დიდი მოყვარული იყო, თუმცა მისი, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა ვერ შედგა. ჯოვანიმ სამართალი შეისწავლა და სწორედ იურიდიულმა განათლებამ შეუწყო ხელი მის საფეხბურთო ადმინისტრაციაში დამკვიდრებას. ინფანტინოსთვის ფეხბურთი არა მოედნიდან, არამედ ოფისებიდან და მმართველობითი გადაწყვეტილებებიდან დაიწყო. 2011 წელს ინფანტინო UEFA-ს გენერალური მდივანი გახდა. ამ პერიოდში ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და სხვა დიდი ტურნირების ორგანიზებაში. მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი 2016 წელს დადგა. იმ დროს FIFA საშინელ კრიზისში იმყოფებოდა. ორგანიზაცია კორუფციულ სკანდალებში გაეხვა, რამდენიმე მაღალჩინოსანი კი დააკავეს. იმ დროისთვის FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი თანამდებობიდან გადადგა. ამავე წლის 26 თებერვალს FIFA-ს კონგრესზე ჯანი ინფანტინო ორგანიზაციის პრეზიდენტად აირჩიეს. მან პირობა დადო, რომ FIFA-ში ახალი ეპოქა დაიწყებოდა. მეტი გამჭვირვალობა, ფინანსური კონტროლი და რეფორმები. მისი ხელმძღვანელობის დროს შეიცვალა საკლუბო ჩემპიონატიც. FIFA-მ ახალი გაფართოებული ფორმატი შექმნა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბები მონაწილეობენ. ასევე სწორედ ინფანტინოს ეპოქაში ფეხბურთში ფართოდ დაინერგა ვარის ტექნოლოგია, რომელმაც მსაჯების გადაწყვეტილებების გადახედვის შესაძლებლობა შექმნა. მიუხედავად ამ რეფორმებისა, ჯანი ინფანტინოს პრეზიდენტობას კრიტიკა და დაპირისპირება მუდამ თან ახლავდა. მისი სახელი რამდენჯერმე აღმოჩნდა სკანდალის ცენტრში. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საკითხი იყო მისი შეხვედრები შვეიცარიის გენერალურ პროკურორ მაიკ ლაუბერთან. 2016-17 წლებში მათ შორის გამართული არაფორმალური შეხვედრების გამო გაჩნდა კითხვები FIFA-ს პრეზიდენტის შესაძლო გავლენასა და გამჭვირვალობაზე. შვეიცარიის პროკურატურამ მოგვიანებით გამოძიებას დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი ბრალდება არ დადასტურდა. კრიტიკა მოჰყვა ასევე ყატარის 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. უფლებადამცველი ორგანიზაციები და სხვადასხვა ჯგუფები აკრიტიკებდნენ ტურნირის მომზადების პერიოდში არსებულ შრომით პირობებსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ინფანტინო კი აცხადებდა, რომ FIFA ცვლილებებს ხელს უწყობდა და ყატარში განხორციელებულ რეფორმებს უსვამდა ხაზს. ასევე მას ბევრი მოწინააღმდეგე ყავს იმის გამო, რომ მისი ხელმძღვანელობისას FIFA-მ უფრო მეტად გააძლიერა კომერციული მიმართულება. გაიზარდა ტურნირების რაოდენობა, სპონსორების როლი და ორგანიზაციის შემოსავლებიც. მიუხედავად ამ კრიტიკისა, ინფანტინო FIFA-ს სათავეში რჩება. 2023 წელს ის ორგანიზაციის პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს და მისი მმართველობა მინიმუმ 2027 წლამდე გაგრძელდება. დღეს ჯანი ინფანტინო არის ადამიანი, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიო ფეხბურთის მომავალს. მის მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ მან FIFA-ს სტაბილურობა დაუბრუნა და ფეხბურთი უფრო გლობალური გახადა. ხოლო კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ მისი რეფორმები ხშირად სპორტულ ინტერესებსა და კომერციულ მიზნებს უკავშირდება.